აფათ იმ ჩვენს ამოცანას, რასაც ქვია ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. დღეს ვეძისობა ის ყოველწლიურად ოქტომბრის დასაწყისში აღინიშნება დასაღლების მამათა მონასტერთან. ადგილობრივებმა მოიყარეს თავი, ღია ცის ქვეშ გაიმართა ქართული ხალხური ცეკვის კონცერტი, შემდეგ კი ადგილობრივები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ძველი ტრადიციის ახლებური აღნიშვნა ნახეთ ანა კეცბაიას სიუჟეტში. ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერებით, ქართული ხალხური ცეკვით, ჭიდაობით, ასე დღეს ვეძისელები საერთო სახალხო დღესასწაულს ვეძისობას აღნიშნავენ. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე სასიამოვნო ჰანგებით მომღერლები ვეძისში მდებარე მამათა მონასტრის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაულს ულოცავენ. ძალიან მაგარი დღეა და რავი, ყველა კმაყოფილები ვართ და ყველას გვიხარია. რა ვიცი, მშვენიერი დღეა და ძალიან სასიამოვნო. სახალხო დღესასწაულს საფუძველი 18 წლის წინ ადგილობრივებმა ჩაუყარეს, ააშენეს ნიშა ეკლესიისთვის. შემდგომ წმინდა გიორგის ტაძარი და 2001 წელს უკვე მამათა მონასტერი. ამ ტერიტორიაზე ტრადიციულად 18 წელია სხვადასხვა ღონისძიებებით ვეძისობას აღნიშნავენ. დღესასწაული ადგილობრივი გამგეობის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს ამ უბნისთვის, იმიტომ რომელიც არის მრავალეროვანი. და მართლა როგორც ერთი დიდი ოჯახი ისე ცხოვრობს ეს უბანი ერთად აი ესეთი ურთიერთობა აქვს. დავიწყეთ ტაძრის მშენებლობა. ტაძარი აკურთხა ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა, ჩაეყარა საფუძველი და ნელ-ნელა მოსახლეობის, მერიისა და გამგეობის თანადგომით აშენდა ეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ვეძისელებს დღესასწაული თბილისის მერმა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მიულოცა. გიგი უგულავა და გიორგი მელაძე ღონისძიებას ბოლომდე დაესწრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრნენ. ძალიან კაი ტრადიციაა, ჯერ ერთი არის შესაძლებლობა კონკრეტულად ამ უბნისთვის, რომ შეიყაროს მთელი მოსახლეობა ერთმანეთთან ურთიერთობის და ჩვენთვისაც მერისთვის, ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ყველა უბნის მოსახლეობასთან დროის გატარების, სხვადასხვა პრობლემებზე, საჭიროებო საკითხებზე საუბრის. ანუ ეს არის ძალიან კაი ერთი მხრივ დასვენების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კარგი კომუნიკაციის და ურთიერთობის შესაძლებლობა. ვეძისობა უკვე ტრადიცია და ეს ქცეული 18 წელია ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ვეძისობაში მოწვევას იღებენ საბურთალოს ყველა უბნის წარმომადგენლები, აქ არიან როგორც დიდი დიღმიდან, სოფელი დიღმიდან, ვაშლიძვიდან, ცენტრალური საბურთალოდან და მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ეს ერთად ლამაზად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ვეძისობა ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ კვირადღეს იმართება. ქართველებთან ერთად დღესასწაულს ვეძისში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ოსები და ბერძნები ესწრებიან.